მოგესალმებით მეგობრებო, ეთერშია GeoTrader-ი. მინდა გითხრათ, რომ აქტიურად ვბრუნდები YouTube-ზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველ ორშაბათს დაიდება აქტუალური ანალიზი Bitcoin-ის და Ethereum-ის. ასევე ყოველ პარასკევს დაიდება ვიდეო ზოგადად ტრეიდინგზე. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება ყოველი ვიდეო თქვენთვის. თხოვნა მაქვს თითოეულთან, რომ გამოიწეროთ არხი აუცილებლად, იმიტომ რომ ეს იქნება ჩემთვის ძალიან დიდი мотиваცია. ასევე დაალაიქოთ ვიდეოები ან დიზლაიკი თუ არ მოგეწონებათ, მაგრამ იმედია რა თქმა უნდა მოგეწონებათ. ასევე თუ გნებავთ რომ იყოთ მაქსიმალურად ჩახედული ამა თუ იმ სიტუაციაში რა ხდება ამ ორ აქტივზე, Bitcoin-ზე და Ethereum-ზე და არა მარტო, ზოგადად რა ხდება კრიპტო ბაზარზე, გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი და ყოველთვის ყველაზე აქტუალური აპდეიტები იქ მაქსიმალურად სწრაფად დაიდება. მაშასე დავიწყოთ ანალიზი, დავიწყოთ Bitcoin-ით, დღიური time frame-ით, ნახოთ რა ხდება. როგორც წინა ვიდეოში მქონდა ნაჩვენები, გვაქვს სამი მნიშვნელოვანი ძირითადი მოცულობითი ზონა. ეს მოცულობითი ზონები ისევ და ისევ გავიმეორებ, რომ რანდომულად მაქვს მონიშნული ციფრები, თორე რა თქმა უნდა პირველი, მეორე, მესამე. მოკლედ, მოდით ჩავასწორებ, რომ კითხვები არავის დაებადოს. აი ესე გავაკეთებ. მეორეს გადმოვიტან აქ რიგის მიხედვით რა, როგორც დაფიქსირდა, მოდით მასე გავაკეთებ. დავბლოკავ, რომ არ მოძრაოს ეს ყველაფერი. მოკლედ. პირველი მოცულობითი ზონა, ეს არის გამყიდველის მოცულობითი ზონა, ნომერი 1 გამყიდველია, ნომერი 3 გამყიდველია, ნომერი 2 მოცულობითი ზონა მყიდველია. რატომ? ისევ და ისევ გავიმეორებ, როგორც წინა ვიდეოში ვთქვი, ვინაიდან ამ ზონიდან მოხდა დაღმასვლა, შესაბამისად აქ იყო გამყიდველი. ვინაიდან ამ ზონიდან მოხდა დაღმასვლა, თან ძალიან მნიშვნელოვანი, შესაბამისად ამ ზონაში ხდებოდა დისტრიბუცია, ანუ აქ იყო გამყიდველი. ვინაიდან ამ ზონიდან ზემოდან გამოვედით, შესაბამისად ეს არის მყიდველის მოცულობითი ზონა. ესე იგი, რა ხდება ეხლა? ჩვენ როგორც ვთქვი, ვიმყოფებით, ნახეთ, მყიდველის მოცულობით ზონაში, ნომერ 3-ს მოცულობით ზონას ჯერჯერობით მოვაშორებ, რომ არ იყოს გადატვირთული ჩვენი ჩარტი. მართკუთხედით მოვნიშნავ მყიდველის ზონას მწვანედ. მყიდველის ზონაში ჩამოსვლისას ფიქსირდება ანომალიები. მეგობრებო, ვისაც არ გესმით ესა თუ ის ტერმინი რას ნიშნავს, თვითონ ტერმინოლოგია არის Telegram-ზე და იქ ეგრევე დაათვალიერებთ, რას ნიშნავს მოცულობითი ზონა, რას ნიშნავს დელტა ანომალია, ზოგადად კლასტერი და ასე შემდეგ. ლურჯი დაფიქსირდა ანომალიური კლასტერი, წითლები, ოვალები, ეს არის დელტა ანომალია, რაც ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად დიდი მცდელობისა გამყიდველის მხრიდან უფრო დაბლა ვეღარ ჩავიდა ფასი. შესაბამისად, მყიდველის ზონაში გააქტიურდა მყიდველი საკუთარი ლიმიტ ორდერებით. მთელი აი ეს მარკეტ გაყიდვები შთანთქა ლიმიტ ორდერებით. ფასი გამოდის მყიდველის ზონიდან, ესტავს აი ამ ზონას, ეს მოდით ამასაც აი ასე მოვნიშნავ, ოღონდ წითლად მოვნიშნავ, რომ ადვილად მისახვედრი იყოს, რომ ეს სხვადასხვა ზონებია. აი ეს არის. წითელი და აი ასე. всё, ძალიან კარგი. ახლა მკაფიო ჩანს, სად ვიმყოფებით. ვტესტავთ გამყიდველის ზონას, ერთგვარი ბრძოლა მიმდინარეობს მყიდველსა და გამყიდველს შორის. რა მოხდა ახლა?
ერთხელ ერთი მისვლა გამყიდველის ქვედა მოცულობითი ზონის ქვედა ზღვართან დაღმასვლა დატესტვა პოკის, ანუ POC, იგივე POC, point of control-ი მყიდველის ზონის. ისევ ასვლა უკვე ნახეთ ოდნავ კი შევიდა გამყიდველის ზონაში, მაგრამ ფიქსირდება ანომალიური კლასტერი ზემოდან სანთლის ზედა ნაწილში და ისევ დაღმასვლა ვტესტავთ უკვე ზედა ზღვარს მყიდველის ზონის. ისევ ავდივართ ზევით და ისევ ჩამოვდივართ და ზედა ზღვარს ვტესტავთ. ჯერჯერობით დღიური ტაიმფრეიმიდან გამომდინარე ვხედავთ ერთგვარ გაურკვევლობას, ფასი გაჩერებულია ორ ზონას შორის და გვერდულად მოძრაობს. რომელ მხარეს გაარღვევს, ანუ ვის ზონაში შევა, ისევ დაბრუნდება მყიდველის ზონაში თუ გადალახავს გამყიდველის ზონას, ხო? ამის ერთმნიშვნელოვნად თქმა დღევანდელი დღიდან გამომდინარე, წინა კვირეებიდან და დღეებიდან გამომდინარე. ჯერჯერობით არ შეიძლება. ახლა გადავიდეთ 4 საათიან ტაიმფრეიმზე, ისევ ბიტკოინზე ვართ. 4 საათიანი ტაიმფრეიმი გავაანალიზოთ, რომ უფრო დაბალ ტაიმფრეიმზე შევხედოთ, რა ხდება, სად შეიძლება რამე ასე ვთქვათ, ვინც ტრეიდერობს, თუნდაც რაღაც კარგი სეტაპი გამოიკვეთოს ამა თუ იმ მიმართულებით. და ზოგადი პროგნოზი გავაკეთოთ ფასის მოძრაობის. სიტუაცია ასეთია, მოკლედ არჩეული მაქვს ინდიკატორებიდან მარკეტ პროფაილი, ეს არის კვირის მარკეტ პროფაილი, თითოეული ეს მოძრაობა, თითოეული ეს დიაპაზონი არის ერთი კვირა. უკანასკნელი ჩამოსვლა მყიდველის ზონაში, ეს კვირა იყო. შემდეგ ფასი უბრალოდ მოძრაობს ამ კვირის მოცულობითი ზონის ფარგლებში. მოდით მოვნიშნავ, რომ ბევრად მკაფიოდ ჩანდეს ეს ყველაფერი. აი ასე. ნახეთ, ფასი შემოვიდა და ჯერჯერობით იმყოფება აი ამ მოცულობით ზონაში, აი ამ კვირის მოცულობით ზონაში. აი ამ კვირის დევიაცია მოხდა, ქვედა ზღვარი გავარღვიეთ, ლიმიტით ვიღაცამ, ლიმიტ მყიდველმა მოკლედ შთანთქა თავისი ორდერებით ეს გაყიდვები, დააბრუნა ფასი აი ამ მოცულობით ზონაში. ჯერჯერობით ამ ზონის ფარგლებში მოძრაობთ, დავტესტეთ ამ ზონის ქვედა ზღვარი, ნახეთ, გავადიდებ, ფიქსირდება ანომალიები, მოდით აი ასე გავაკეთებ, რომ უკეთ გამოჩნდეს. ქვედა ზღვარს ვტესტავთ, ფიქსირდება ანომალიური კლასტერები, ფასი ისევ აგრძელებს აღმასვლას. და როცა ფასი ტესტავს ქვედა ზღვარს, მაგალითად, მისი შემდეგ შემოსulis მერე ამ ბალანსში, მისი მიზანი იქნება ზედა ზღვარი. ზედა ზღვრამდე ჯერჯერობით ფასი არ მისულა. ზედა ზღვარი ეს არის დაახლოებით 96,000. ნახეთ, სადღაც შუაში ფასი გაჩერდა. ლიკვიდურობას აგროვებს ორივე მხრიდან. სავარაუდოდ ჯერჯერობით თვითონ ბალანსში კი იმყოფება, მაგრამ ერთგვარი აპტრენდია ამ ბალანსის ფარგლებში. ნახეთ, მინიმუმი, მაქსიმუმი, მინიმუმი, მაქსიმუმი, მინიმუმი, მაქსიმუმი, შემდეგ რენჯი, აი აქ პატარა რენჯი. ეხლა მოდით განვიხილოთ, მოდით ამას მოვაშორებ, მწვანე მართკუთხედს, რომ უკეთ გამოჩნდეს როგორია ჩვენი მოლოდინი. ჩემი მოლოდინი. აი ამ ზონის, აი ამ კვირის, ხო? ქვედა ზონის ტესტი ჯერ არ მომხდარა. მოდით აბა მოვნიშნოთ, აი ეს. დაახლოებით 87,400, ნუ მოდით გავამრგვალოთ 87-მდე. ნახეთ, ფასი
ერთგვარ ლიკვიდურობას ქმნის, რომ ჩემი აზრით ძალიან დიდი ალბათობით მოხსნის ამ ლიკვიდურობას, დატესტავს 87,000, ხო? აი ამ კვირის ქვედა ზღვარს და შემდეგ ისევ და ისევ მისი მიზანი არის პირველ რიგში 96,000. დავიმახსოვროთ, რომ 87-დან ჩვენი მიზანი იქნება 96,000. ჯერჯერობით ასეთი სურათია. კვირის განმავლობაში თუ რამე შეიცვლება, აუცილებლად აპდეიტები დაიდება უკვე არა ვიდეო სახით, არამედ პოსტის სახით, უკვე Telegram არხზე, ასე რომ აუცილებლად გამოიწერეთ. გადავიდეთ ეთერიუმის ანალიზზე, ეს არის დღიური ტაიმფრეიმი. ისევ და ისევ სამი ძირითადი მოცულობითი ზონა, აქაც იგივეს ვიზამ, რაც ბიტკოინზე, მოდით შევცვლი. ამდევრულად დავალაგებ აი ამ ციფრებს. ასე, ანუ პირველი ეს ზონა დაფიქსირდა გამყიდველის ისევ და ისევ, ყიდველის ზონა და გამყიდველის. ახლა ვნახოთ რა ხდება ეთერიუმზე. მოდით ჯერჯერობით აი ეს მესამე ზონა ჩვენთვის არ არის საინტერესო, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერჯერობით იქამდე შორია და აი ასე გავადიდოთ ახლო და ვნახოთ რა ხდება. როგორც წინა ვიდეოშიც ვთქვი, ფასმა დატესტა ყიდველის ზონის ზედა ზღვარი. აი ასე მოვნიშნოთ ყიდველის ზონა და გამყიდველის ზონა. всё, წითელი ვტესტავთ ყიდველის ზონას, ვიღებთ რეაქციას ანომალიური მოცულობების სახით, სხვათა შორის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ანომალიები დაფიქსირდა აქ იმაზე ეთერიუმზე. შესაბამისად, ნახეთ, ვტესტავთ, ვიღებთ რეაქციას უკვე გამყიდველის ზონიდან, ისევ რეაქცია მყიდველის მხრიდან შემოვიდა. ფასი უკვე შემოსულია გამყიდველის ზონაში. გამყიდველის ზონაში შემოვიდა და გამყარდა შიგნით. ძალიან დიდი ალბათობაა იმისა, რომ ფასი აღარ გამოვიდეს ამ ზონიდან, ანუ ქვემოთ აღარ ჩამოვიდეს. იმიტომ რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი მოცულობების ფონზე შემოვიდა გამყიდველის ზონაში, კი გამყიდველის პიოსიდან კი მიიღო რეაქცია, მაგრამ ჯერჯერობით ძალიან ისე გამყიდველის ზონაში პიოსიდან კი მიიღო რეაქცია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ისევ იგივე ზონაში რჩება, თან მინიმუმებზე ხედავთ აი ამ სანთლების ანომალიური კლასტერები, ანომალიური მოცულობები ფიქსირდება. ეს კლასტერები ქვემოდან აჩერებენ ფასს ჩამოსვლისგან და ჯერჯერობით ფასი იმყოფება ამ ზონაში. რაც ძალიან პოზიტიურია. ზოგადად აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რომ შევხედოთ ორ აქტივს, რომ შევადაროთ ეთერიუმი და ბიტკოინი, ეთერიუმი უფრო კარგად გამოიყურება, თუ ჩვენ ვრჩებით ამ მოცულობით ზონაში, ხო? მოცულობითი ზონა 3675-დან 3045-მდე, თუ ამ მოცულობით ზონაში და სავარაუდოდ უკვე დავრჩებით, ამ მოცულობით ზონაში შეიძლება სრულ გარღვევა მოხდეს, მაგრამ ისევ დავბრუნდეთ. მოდით გადავიდეთ ახლა ეთერიუმის 1 საათიან ტაიმფრეიმზე. აქაც იგივენაირად როგორც ბიტკოინზე გამოყენებულია უკვე მარკეტ პროფაილი, კვირის მარკეტ პროფაილი. მოძრაობთ აი ამ კვირის მოცულობითი ზონის ფარგლებში, აი ამ კვირის, ნახეთ, მოცულობითი ზონის ფარგლებში, დევიაცია ქვემოდან ისევ შემოსვლა ამ კვირის ფარგლებში, კიდევ ერთი დევიაცია ქვემოდან, მაგრამ ნახეთ, ერთგვარი აპტრენდია ამ კვირის ფარგლებში, ხო?
აპტრენდია ამ კვირის ფარგლებში. დევიაცია ზემოდან ისევ შემოსვლა უკან. ახლა რას ველოდები მე? ჩემი მოლოდინი როგორია? ჯერჯერობით არანაირი ისეთი ანომალიები და რაღაცეები აქ არ ფიქსირდება. ახლა ჩემი მოლოდინი არის ზედა ზღვარი, რომ დატესტოს ფასმა. ეს არის 3200 დაახლოებით, 3200 მიიღოს დაღმავალი რეაქცია და ფასისთვის მოცულობითი მხარდაჭერა იქნება. მოკლედ 2950-დან 2850-მდე დაახლოებით ეს არის მოცულობითი მხარდაჭერა ფასისთვის. რომელიც თუ გავარღვიეთ, უკვე ჩამოვდივართ დაბლა და ვარღვევთ ყველანაირ მინიმუმს. ჯერჯერობით ეს არის ჩვენი მხარდაჭერა. ეს არის ის ყველაფერი, რისი თქმაც მინდოდა ამ ორ აქტივთან დაკავშირებით. ვაკვირდებით, კვირა ახალი დაწყებულია, ვნახოთ რა მოხდება. შეგახსენებთ მეგობრებო, რომ ჩემი პარტნიორი კრიპტობირჟა არის BingX-ი, ძალიან სანდო, ყოველთვის მაქსიმალურად გამჭვირვალეა ყველაფერი, ანუ ყოველთვის გამჭვირვალედ დებენ საკუთარ აქტივებს, რომ იცოდეს მომხმარებელმა, რით არის უზრუნველყოფილი მათი, ასე ვთქვათ, ფინანსური მდგომარეობა. საკმაოდ მზარდი, საკმაოდ აქტიური, ძალიან ბევრი ივენთები ტარდება. შესაბამისად, შეგიძლიათ გახდეთ ჩემი რეფერალი ამ კრიპტობირჟაზე, თქვენგან არაფერი არ მიდის. თუ რამე ისეთი უსაფრთხოების თემაში თუ რამე მოხდება, შეგიძლიათ მომმართოთ, მომწეროთ სიამოვნებით დაგეხმარებით. ასევე ძალიან დაბალი საკომისიოებია, ასე რომ ვინც ტრეიდინგით, ინვესტიციებით ხართ დაკავებული, გირჩევთ ყველას ამ კრიპტობირჟას. ჩემი რეფერალური ლინკი BingX-ის არის აღწერაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე, კარგად იყავით.